სალამი ფეხბურთის მოყვარულებო. ეს ორი დღე უბრალოდ კოსმოსური იყო. წარმოიდგინეთ რა მოხდა ჩემპიონთა ლიგაზე. ლონდონში არსენალმა ისეთი რამ ჩაიდინა, თვით რეალ მადრიდის კომაგებსაც კი ყბა ჩამოუვარდათ. 3-0. ეს ხომ უბრალოდ სენსაციაა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. მიუნხენში ბაიერნისა და ინტერის ჯახი ნამდვილი თრილერი გამოდგა, სადაც ბოლო წამამდე არავინ იცოდა გამარჯვებული. საბოლოოდ ინტერმა 2-1 მოიპოვა უმძიმესი გამარჯვება. პარიზში კი ნამდვილი საფეხბურთო შოუ დაიდგა. Paris Saint-Germain-მა Aston Villas არც ერთი შანსი არ დაუტოვა. 3-1 და დამაჯერებელი გამარჯვება. და ბოლოს კულმინაცია. Barcelona-მ Dortmund-ი ისე გაანადგურა, როგორც საჭიდაო ხალიჩაზე მოწინააღმდეგე. 4-0. წარმოუდგენელი სანახაობა იყო. მაშასე, მზად ხართ ამ საფეხბურთო ქარიშხლის ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. მაშინ დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ჩვენ ერთად გავაანალიზებთ ამ გიჟორ მატჩებს და გავიხსენებთ საუკეთესო მომენტებს. Paris Saint-Germain-მა Aston Villa ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების პირველ დაპირისპირებაში დამაჯერებლად დაამარცხა. პარიზელებმა დეზირე დუეს და ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლებით სწრაფი კამბექი შეასრულეს. ლუის ენრიკეს გუნდი ტერიტორიას თავიდანვე დაეუფლა და ინგლისელებს მიაწვა. 74% ბურთის ფლობა, 15-2-ზე დარტყმების შეფარდება. ემი მარტინეს 5 სეივის გაკეთება მოუწია. არგენტინელი მეკარე პარიზში ტროლინგითაც იყო დაკავებული. დაიხურა კეპი, სადაც საფრანგეთის ნაკრების ემბლემა არგენტინის მოგებული ტიტულებით, მსოფლიოს ჩემპიონატის, კოპას და ფინალისიმას თასებით გადაფარა. 35 წუთზე ვილამ დაწინაურებაც კი მოახერხა. მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ გამოცოცხლებულმა მარკუს რეშფორდმა იური ტილემანსი გარღვევაზე გაიყვანა, რომელმაც შორეულ ძელთან თავისუფალი მორგან როჯერსი მოძებნა. ინგლისელს ჩემპიონთა ლიგის 11 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. Aston Villam კი პარიზულ თამაშში პირველივე დარტყმით გაიტანა. პარიზელებმა სწრაფად 39 წუთზე გაათანაბრეს. დეზირე დუე კუთხურის შემდეგ საჯარიმოს მიუახლოვდა და შორეულ კუთხეში იდეალური დარტყმა შეასრულა. 19 წლის ფრანკს PSG-ში გატარებულ სადებიუტო სეზონში 12 გოლი და 12 ასისტი აქვს. ფანტასტიკური მაჩვენებელი. შესვენების შემდეგ კი საქმეში ქართველი სუპერვარსკვლავი ჩაერთო. კვარამ სოლო გარღვევა წამოიწყო. 3 ცველს ვირტუოზულად გასცდა და მარტინეს ახლო კუთხეში დააჭედა. განსაკუთრებით ეფექტურად ხვიჩა აქსელ დისასის გაუმკლავდა. ამ ფინტმა ბევრს ლეო მესის და ჟერომ ბოატენგის ეპიზოდი გაახსენა. ოპტამ კი იდეალურად გვაჩვენა ამ გოლის გეომეტრია. რამდენიმე მოკლე პასი, ბურთი ქართულ შემტევამდე მიდის და მისი სოლო გამოსვლა იწყება. კვარას პარიზში ჩატარებულ 17 თამაშში უკვე 9 საგოლე მოქმედება აქვს. დამატებით დროში კი ლუის ენრიკეს გუნდმა მესამე გოლიც გაიტანა. ნუნო მენდეშმა უსმან დემბელეს იდეალური პასი მიიღო, კონსა და მარტინესი ფინტით მოტეხა და ბურთი კარებში გადაგზავნა. შედეგად PSG-მ 3-1 მოიგო. ეს ანგარიში მათ ინგლისში მშვიდად ჩასვლის საშუალებას აძლევთ. პარიზული კლუბი ტრებლისკენ მიიწევს. ლიგა 1 უკვე მოგებულია, საფრანგეთის თასზე PSG ფინალშია და დარჩა ჩემპიონთა ლიგის ნანატრი ტიტული, რაც მათგან მთელი ძალების დახარჯვას მოითხოვს. განადგურებული რეალი ჩემპიონთა ლიგაზე. დეკლან რაისის ჯადოსნური ჯარიმები. ემირეიტსზე პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ანომალიური მოვლენები ვიხილეთ. ამ თამაშის ტაქტიკური სურათი განსაზღვრა მიკელ არტეტას გადაწყვეტილებამ ეთამაშა 3-10-ით. მეტოქეები დისციპლინირებულად იკავებდნენ 3-2-3-2 სქემას, სადაც ვინგერები იყვნენ მაღლა და განიერ პოზიციებში, ხოლო რეალის საყრდენ ზონაში 3-10-იანი. დეკლან რაისი, მიკელ მერინო და მარტინ ოდეგორი თამაშობდა. მათი დინამიურობის და ინტენსიურობის წყალობით არსენალი ცენტრს დაეპატრონა. ბურთზე კონტროლი დაამყარა და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა. ეს სამი მოთამაშე მონაწილეობდა როგორც ბურთის პროგრესირებაში, ასევე რეგულარულად ავსებდა რეალის საჯარიმოს. როლები იყო მკაფიოდ გადანაწილებული. 2 ფეხბურთელი შერბოდა საჯარიმოში, ხოლო 1 პოზიციას მის მისადგომებთან იკავებდა. საპირისპიროდ რეალის შეტევები უსუსურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით ეს შეგვიძლია პოზიციურ შეტევებზე ვთქვათ. სამეფო კლუბს აკლდა როგორც იდეები, ასევე სითამამეც. ხშირად მადრიდელების 6 მოთამაშე რჩებოდა ბურთის უკან და ცხადია, რომ რეალს ამ დროს ფეხბურთელები არსენალის მესამეჯში და საჯარიმოში არ ყოფნიდა. ინდივიდუალურად გენიალური პერფორმანსი დადო დეკლან რაისმა. არანორმალური ტრაექტორია პირველი ჯარიმის დროს, წარმოუდგენელი ძალა და სიზუსტე მეორე სტანდარტის შემთხვევაში. და ეს მაშინ, როდესაც ამ თამაშამდე დეკლანს ჯარიმა კარიერაში გატანილი არ ჰქონდა. დამატებით ინგლისელმა ნახევარმცველმა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, როდესაც საჯარიმოში შევარდნით საყრდენ ზონაში სივრცე მაილს ლუის სკელის გაუთავისუფლა. რეალს ახლა ბერნაბეუზე წარმოუდგენელი კამბექის შესრულება მოუწევს. თანაც ეს მისთვის არაკომფორტულ სცენარში უნდა გააკეთოს. სამეფო კლუბმა უნდა ითამაშოს პრესინგი, რაც მის სუსტ წერტილად რჩება და შეუტიოს პოზიციურად, რასაც თავისუფალ სივრცეებზე შეტევა ნამდვილად ურჩევნია. რეალის ფანებს ამ პირობებში ჩემპიონთა ლიგის და ბერნაბეუს მაგიის იმედი უნდა ჰქონდეთ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების მეორე ტოპ დაპირისპირებაში ინტერმა მიუნხენის ბაიერნის სტუმრად 2-1 დაამარცხა. ვენსან კომპანიმ შეინარჩუნა პერსონალური პრესინგი, მიუხედავად იმისა, რომ ინტერს ასეთი ტიპის პრესინგის განადგურება მსოფლიოში საუკეთესოდ შეუძლია. რაფა გერეირო აპრესინგებდა ჰაკან ჩალხანოღლუს, თუმცა ეს დუელი რეალურად არც შედგა. 75 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე გაატარა, გერეირო ორთაბრძოლაში ერთხელაც კი ვერ შევიდა. თურქი ფეხბურთელი იდეალურად არიდებდა მასთან შეჯახებებს თავს. პარალელურად ლეონ გორეცკა სტაბილურად ყურადღების მიღმა ტოვებდა ჰენრიკ მხითარიანს, რაც სწრაფად შეამჩნია ზომერმა და გადაცემების დროს აქცენტს სწორედ მასზე აკეთებდა. ერთ ეპიზოდში კეინმა და ულისემ გორეცკას მიუთითეს კიდეც უმეთვალყურეოდ დატოვებულ სომეხ ფეხბურთელზე. დამატებით ინტერი იყენებდა კლასიკურ მეთოდებს პერსონალური პრესინგის წინააღმდეგ, ცენტრალური მცველების ჩართვას შეტევაში და მარტინესი ტურამის ქიმიას. პირველი გოლის ეპიზოდში ორივე თავდამსხმელი ცენტრში ჩამოვიდა. მათ გაათამაშეს ბურთი, გადაიტანეს შეტევა ფლანგზე და შემდეგ ბაიერნის საჯარიმოს პირველი და მეორე ტემპით შეუტიეს. ეპიზოდი ლაუტაროს ეფექტური გოლით დასრულდა. მეორე გოლის ეპიზოდში კი ლაუტაროს სიღრმეში ჩამოვიდა და შეტევა განავითარა. ამ დროს ტურამი ფლანგზე გადავიდა და ცენტრალური დერეფანი ფრატეზის შევარდნისთვის გაათავისუფლა. საპასუხოდ ბაიერნმაც ინტერის კარებთან საკმარისი მომენტები შექმნა. მხოლოდ მე-80 წუთის შემდეგ მიუნხენელებმა 1.28 XG დააგროვეს. ამ პერიოდში კომპანიის გუნდი ჩაწოდებებზე გადავიდა და ინტერის სიგანეში მყოფი მოთამაშეების კონტროლს ვერ ახერხებდა. გოლის ეპიზოდში სწორედ ლაიმერი დარჩა საჯარიმოს კიდეში უმეთვალყურეოდ. დამატებით ბაიერნის შემადგენლობაში გამოჩნდა თომაშ მიულერიც, რომლის მთავარი სკილი გადაჭედილ საჯარიმოში შეუმჩნევლად დარჩენა არის. ამ დაპირისპირებაში ყველაფერი მილანში გადაწყდება. ბაიერნმა ბევრი მომენტი შექმნა შეხვედრის ბოლო ფაზაში, მაგრამ კომპანიის აუცილებლად მოუწევს რაღაცის მოფიქრება პერსონალური პრესინგის ნაცვლად. ბარსამ პირველ მეოთხედფინალში 4-0 გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში გასვლის საკითხი მოხსნა. იანვარში მოგებული სუპერთასის ჩათვლით კატალონიურ გრანდს სეზონში კვადრუპლის შესრულების, ანუ 4 ტიტულის დაუფლების შანსი აქვს. რაფინია კი ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად იქცა. დორტმუნდთან დაპირისპირებაში ანგარიში სწორედ ბრაზილიელმა შემტევმა გახსნა, მაგრამ გოლი მისი შეხების გამო გაუქმების საფრთხის წინაშე იდგა. სტანდარტის შემდეგ ბურთი კობელის კარებში პაუ კუბარსიმ გადაგზავნა, ხოლო რაფინიამ მას კარის ხაზზე მიუსწრო და ბადეში გაახვია. ვარი ამოწმებდა, იყო თუ არა ბრაზილიელი ეპიზოდის დროს თამაშგარე მდგომარეობაში, თუმცა ბარსასთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. საბოლოო ჯამში ბარსელონამ უპრობლემოდ გაიმარჯვა. 3.74 XG კლუბის საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ლა ლიგაში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი კატალონიელებმა მხოლოდ 5 თამაში დააფიქსირეს. ეს იყო შემტევი ტრიოს მასტერკლასი, რომელსაც მხარი დანარჩენებმაც აუბეს. ლამინ იამალმა გაანადგურა რამი ბენსებაინი, ხოლო რაფინიამ იულიან რივერსონი. ემრე ჯანმა და ვალდემარ ანტონმა რობერტ ლევანდოვსკის შეჩერება ვერ შეძლეს. ამ თამაშში პოლონელს რეალიზაციის პრობლემაც არ ჰქონდა. უცნაურად გამოიყურებოდა ნიკო კოვაჩის ჰიბრიდული დაცვაც. დორტმუნდი თავიდან 4-4-2 სქემაში იდგა, ხოლო ბარსას შეტევის მიმდინარეობისას ჩუკუემეკა სიღრმეში ჩადიოდა და ბორუსია 4-5-1 ფორმაციაზე გადადიოდა. ამ მომენტებში კოვაჩის გუნდი მაქსიმალურად დაშლილი იყო. პედრის გახსნაც კი არ სჭირდებოდა. დორტმუნდი თავად ხსნიდა მასზე პასის იდეალურ დერეფნებს. მოკლედ ამ დაპირისპირებაში ნათლად გამოჩნდა, რომ ერთი კლუბი როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე მეორეს ბევრად აღემატება. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ მომავალი საინტერესო ვიდეოები ფეხბურთის სამყაროდან. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ მატჩებზე, რომელი გუნდის გამარჯვებამ გაგაოცათ ყველაზე მეტად და რას ელოდებით მომდევნო ტურისგან. ეს არის წინა ვიდეოს სწორი კომენტარის ავტორები. ეს კი ამ ვიდეოს შეკითხვაა. გამოიცანით ის 4 გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.